გურიატივი დაინტერესდა, რას ფიქრობენ ოზურგეთში ვიზა ლიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით. Როგორც გამოკითხული მოქალაქეები ამბობენ, ეს ქვეყნისთვის მძიმე დარტყმა იქნება. ნახოთ ქუჩის გამოკითხვა. Ფიქრობთ, რომ შესაძლოა ვიზა ლიბერალიზაცია შეუჩერდეს საქართველოს, როგორ აისახება ეს ჩვენზე? როგორ აისახება? ძალიან ცუდად აისახება, იმიტომ რომ მიდის ხალხი და შრომობს და რაღაცა საქართველოში ოჯახებში ორი კაპიკი შემოდის და ძალიან ცუდია ეს. არ უნდა შეწყდეს ვიზა. რა თქმა უნდა, ცუდია, მაი თუ მასე მოხდება, მაგრამ არ უნდა მოხდეს მასე. რაც შეიძლება უკეთესი გააკეთოს ისე. ამას ვთხოვ ჩვენ მთავრობას. ნუ ხალხისთვის რაც უკეთია ის გააკეთოს. ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება. არ შეამოვნებს შეჩერება. ჩემი აზრით ცუდია და ხალხი დადის მუშაობს. რას ხარ კაპიკს აკეთებს და მაგის შეიქნა რა ვიცი, აფერინა მასაკ. რა შეიძლება გააკეთოს ან საზოგადოებამ ამის შესაძლებლად, ან ხელისუფლებას რას თხოვდით და რას ეწყობდით? რას თხოვდი და მათარა მიხედონ რა მაგსაკეს რა ვიცი აბა. რაღაცა კაც დაჭირდეს გზავნილები, რაღაცა ან ავატყოფი უნდა გადაიყვანო, აქანი არიან კასაბჯები. ყველას მიყავს იქ საზოგადო კარგი მკურნალობა და იქ მიყავს ხალხი. აქანი სარემონტო კანტორა ყველას ავატყოფობს საქართველოში. მეტი არაფერი არა. ამის გამო მიდის ხალხი, მაგრამ არ შეუჩერეს ვიზას როგორ უნდა ისი თუ არ მეითხოვეს იქიდან კი არ გაუშვებს ვინმე. ვიზა უნდა ქონდეს და წავიდეს თავისუფლად. აი ხალხი დაზარალდება. რა თქმა უნდა არ უნდა დაიკეტოს ხალხი პურისტულ შეულობს, საწოდავად დადის ხალხი და იმას ხელი უნდა შეუწყონ, კი არ უნდა აქ არაფერი იშვება, სამსახური არაფერი არ არის და რა ქნას ხალხმა? დავწყდეთ უნდა. უნდა შეგვიწყონ ხელი აუცილებლად და ვიზა უნდა იყოს აუცილებლად, რომ გაატაროს ეს ხალხი საქართველოდან გავიდნენ და იმუშაონ. ან სამსახურები გახსნან და ამუშაოს ეს ხალხი, ან და ნუ შეუშლის ხელს, რომ გავიდნენ და იქ მაინც იმუშაონ და პურისფული იშოვონ. აი ამას ვეტყოდი ჩვენ მთავრობას, მეც არაფერს.